1 მილიონი გამომწერი, ძლივს მჯერა. ამ საოცარი მიღწევის აღსანიშნავად, ჩვენ თქვენთან ერთად მივემგზავრებით და უიწყარ თავგადასავალში, დიდ ბარიერულ რიფზე. ჩვენ დავიჭერთ და მოვამზადებთ ჩვენს საკვებს, რათა გადავჭეთ ამ თვალწარმტაც ბუნებრივ საოცრებაში. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მე გაგიზიარებთ იმ ამბავს, თუ როგორ დაიწყო ეს მოგზაურობა. წარმატებებს, სირთულეებს და იმ მომენტებს, რომლებმაც ყველაფერი ღირებულად აქცია. მოდით გადავეშვათ ველურ ბუნებაში. ვიზეიმოთ ოცნება და პატივი მივაგოთ თქვენ საზოგადოებას, რომელმაც ეს შესაძლებელი გახადა. ვაუ, ეს მართლაც საოცარია. ჩვენ მივდივართ ამ კუნძულზე. წავედით. ეხლა სწორედ ამ კუნძულზე დავეშვით, ბიჭებო. ეს ვიდეო არ გავს სხვებს. დღეს არის მილიონი გამომწერის სპეციალური დღე. მოვითმენდი ავსტრალიაში დაბრუნებას, რომ გულწრფელად გაგიზიაროთ, როგორ მოვახერხე მილიონ გამომწერამდე მისვლა, როგორი იყო ჩემი ცხოვრება YouTube-მდე და როგორი არის ახლა. ამ ვიდეოში დღეს ერთად გავემგზავრებით საგანძურის საძებნელად. მე და თქვენ ერთად შევისწავლით რამდენიმე ნივთს, რომლებმაც არსებითად განსაზღვრეს ჩემი გზა იქამდე, სადაც ეხლა ვარ. იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფრის ჩვენებით უფრო მეტ წარმოდგენას შეგიქმნით ჩემს ცხოვრებაზე. შთაგაგონებთ და უბრალოდ გაჩვენებთ. აქ ავსტრალიის დიდ ბარიერულ რიფზე ამ ულამაზეს დაუსახლებელ კუნძულს შევისწავლით. სინამდვილეში ჩვენ ვიმყოფებით მსოფლიოში ყველაზე დიდ რიფზე და ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილას. მეგობრებო, ავსტრალიაში დაუბრუნდი ძმებო. ამ მისიაზე საერთოდ არ წამოგვირია საჭმელი, ასე რომ მართლა უნდა დავიჭიროთ რამე, გამოვიკვლიოთ და ერთადერთი გიჟური ისტორია მოგიყვეთ. ღმერთო ჩემო, ბიჭებო, ნახეთ, უბრალოდ სანაპიროზე მივდიოდი და ეს ნახეთ. ოღ რა ლამაზი არსება ხარ. არ მინდა ძალიან მიუახლოვდე, რადგან არ მინდა შევაწუხო. რასაც ახლა აკეთებ, სინამდვილეში კვებს ხებსდებს მეგობრებო ამ სანაპიროზე. ისინი ამოდიან და ჩვეულებრივ ღამით ამოდიან, მაგრამ ახლა ის სინამდვილეში დღისით არის ამოსული. ეს მართლა დაუჯერებელია ძმაო. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რამ ამ კვებთან დაკავშირებით ისაა, რომ მათ ზუსტად ახსოვთ სად დაიბადნენ და როცა გაიზრდებიან, სწორედ იმავე ადგილას ბრუნდებიან კვერცხების დასადებად. მართლა დაუჯერებელია, როგორ შეუძლიათ ამ ცხოველებს მთელი ღია ოკეანის გამოკვლევა და ზუსტად ახსოვდეთ სად დაიბადნენ. ის ბრუნდება, რომ კვერცხები დადოს, ზუსტად ისე როგორც მისმა დედამ გააკეთა ადრე. ვაუ, ეს მართლაც ლამაზია და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რამ, როცა ამ კვებს სანაპიროზე ამოსვლას და კვერცხების დადებას უყურებთ. ის თითქმის არ მოძრაობს, ძალიან მშვიდადაა. მე არ შევეხები მას და არც მიუახლოვდები. კარგი, ახლა მოვშორდებით მას, რომ თავისი საქმე გააკეთოს. იმედია ლამაზი პატარა კვები გამოჩეკებიან. ნახვამდის ლამაზო დედიკო. ეს ადგილი იდეალურად გამოიყურება, რომ აქ გამჩერდე, გამოვაჩინო პირველი ნივთი და ცოტა მოგიყვეთ ჩემს ისტორიაზე. წავედით. დადგა დრო ბიჭებო, რომ ამ მოგზაურობის პირველი ნივთი გაჩვენოთ და ეს არის სწორედ ეს. შეიძლება ჩვეულებრივ GoPro-ს გავდეს, მაგრამ ასე არ არის. მასში სპეციალური SD ბარათია ჩადებული. და ფაქტობრივად ბიჭებო, ეს იყო პირველი GoPro, რომელიც ოდესმე მივიღე. და ეს იყო ფაქტობრივად ის ნაპერწკალი, რომელმაც აანთო ჩემი სიყვარული ბუნების გადაღებისადმი და ყველაფრისადმი, რასაც offshore tail-ზე ვაკეთებ. და ეს პირველი GoPro ბიჭებო, რეალურად მაჩუქეს. ეხლა როცა ეს GoPro მაჩუქეს, სინამდვილეში ჩემი დაბადების დღე იყო და საერთოდ არ ვიცოდი რას ვაკეთებდი. არც კი ვიცოდი რა იყო GoPro. მაშინ მეგონა რომ რაღაც უცნაური ნივთი იყო. ასე რომ როცა ის მაჩუქეს, ცოტა დავიბენი, ვიფიქრე, არ ვიცი, მინდა თუ არა ამ კამერის გამოყენება. და ასე მოხდა ბიჭებო, რომ საბოლოოდ მაინც დავიწყე მისი გამოყენება. და იმ დროს საკმარისად თავდაჯერებული არ ვიყავი, რომ კამერის წინ დავმდგარიყავი. ამიტომ დავიწყე სერფინგის POV ვიდეოების გადაღება. ეხლაც მოხდა ბიჭებო ის იყო, რომ ერთ ტალღას გადავუღე ვიდეო, რომელიც მართლაც საოცარი იყო. ულამაზესი მზის ჩასვლა და ახლავე გაჩვენებთ მას. ეხლა რაც მოხდა მას შემდეგ, რაც ეს ტალღა ავტვირთე ბიჭებო, ის იყო, რომ ინტერნეტში ძალიან დიდი გამოხმაურება მიიღო და GoPro-მაც დამიკავშირდა და მითხრეს, "Wait, ეს ვიდეო ძალიან მოგწონსო. გვინდა გავაზიაროთ და ასევე გიხდით $500 და კიდევ ერთ GoPro-ს გაჩუქებთ." და მე უთხარი, "რას გულისხმობთ?" უბრალოდ $500 გამოიმუშავე იმით, რაც მიყვარს. და ეს იყო ზუსტად ის ნაპერწკალი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. ასე რომ მინდა დიდი მადლობა გადაუხადო GoPro-ს. თქვენ ხართ პირველი ადამიანი, ვინც ოდესმე რაიმე სახის ფული მომცა და საშუალება მომცა ცხოვრობდე ასეთ ცხოვრებას და ვაკეთო ის, რასაც ვაკეთებ. ეს იყო პირველი ნაწილი ამ პაზლისა და უბრალოდ საუბარიც კი მასზე მაყრის ბუსუსებს ძმაო. ძმაო, უკვე ცრემლები მომდის, საოცარია. რომ არა ეს, არაფერს დავიწყებდი და არ მექნებოდა თავდაჯერებულობა, რომ ეს გზა დამეწყო. მადლობ GoPro, ჯანდაბა ძმაო. საკუთარ თავს შევპირდი, რომ ამ ვიდეოში არ ვიტირებდი, მაგრამ აი ასეა. ეხლა ამ კამერას ავირებთ ბიჭებო, ნავთან მივდივართ და სანაპიროს გასწვრივ მოგზაურობას ვიწყებთ. აღარ იქნება ცემლები, აქედან მხოლოდ ბედნიერი ცემლები იქნება.
ეხლა ბიჭებო, ეს მხოლოდ პირველი ნაწილი ამ პაზლის. კიდევ ბევრი რამ მაქვს გასამჟღავნებელი ჩემი ცხოვრების შესახებ და როგორ მოვედი აქამდე, ასე რომ დარჩით და ნავში გადავდივართ. თევზის დაჭერას ვაპირებთ. წავედით. კარგი, უკვე ნავში ვართ. კუნძულს უკამტოვებთ. ჰორიზონტისკენ მივდივართ. ნახოთ, შევძლებთ თუ არა თევზის დაჭერას. ოღ ღმერთო, მგონი ეხლა ნავიდან გადაცვიდნენ. და თუ შევძლებთ მაგალითად, რომ აფეხაც დავიჭიროთ, წარმოუდგენელია. აი ესე. რა სიტყვით? 2 კუ ნახით. ხუმრობ, ისინი ჯვარდებიან, შეხედეთ მათ. პირდაპირ საქმეში არიან, შეხედეთ მათ, ხუმრობ და ავტოვებთ მათ. ცოტა უცნაურია, როცა უყურებ, როგორ ჯვარდებიან. თუ მკითხავთ, ცუდი არაა. ვაუ. ეს უბრალოდ სიგიჟეა. აქ მაგარი პატარა ადგილი ვიპოვეთ. აქ უამრავი მღვიმეა, ბროლივით სუფთა წყალი. ეხლა ხან მანტისები დავინახეთ აქ. ეხლა წყალში შევხვდებით და ვნახავთ, თუ რამე მაგარს ვიპოვით. იმედია საჭმელსაც მოვიპოვებთ. წავედით. შეხედეთ რა მდგომარეობა ახლა აქ, საოცარია. თქვენ ნახეთ, უბრალოდ ჩავეშვი და ეს ულამაზესი მოსეს პერჩი დავიჭირე. ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი თევზია ოკეანეში. ისინი მანგროვის ჯეკის ნათესავები არიან. და ეს ძალიან კარგი ზომისაა. ეხლა იდეალური პირობებია, საოცარია, შეხედეთ ამას. ეს ჩვენი სადილ იქნება. ჩვენ კიდევ უფრო მეც დავიჭერთ, რადგან დღეს ღამით ღიბზე ვბანაკობთ, მეგობრებო. ესაა ჩვენი გეგმა. ასე რომ ალბათ ეს საკმარისია სადილისთვის, თუ არა, შეიძლება კიდევ ერთი დაგჭირდეს. მე ბევრ საჭმელს ვჭამ. შეხედეთ დღევანდელ დღეს. ყველაფერი კარგად მიდის, ეს ნამდვილად ასეა. წავიდეთ, პატარავ. შეხედე რძის თევზს. გიჟურია, შეხედე როგორი ხილვადობაა ახლა. ჰეი, სამშაბათის უმუშევარი მეგობარი ახლა, პატარავ. ვაუ, თევზები აქ. რა თევზებია? გამოვიდნენ. ხედა მათ? კარგი, აქ პირდაპირ ყველაზე დიდი თევზების გუნდი არის, რომლებიც ნავს მისდევენ. ჩავხტები და სწრაფად შევხედავ. ვაუ. ეს იქ სინამდვილეში ზღვის კიტრის კარნავალია. უცნაურად გამოიყურება. კარგი, ეხლა ამ ლურჯ ლაგუნაში გავაჩერე ნავი. იცით, ცოტა ადრე ეს ლამაზი ფინგერმარკი დავიჭირეთ. სწორედ ამას შევჭამთ ეხლა სადილად. სწრაფად გავწმინდავ ფილეებს. თავის უკან, აი აქ. მოდი ბოლომდე ჩამოდი. ძალიან ლამაზია ფილიპს. კარგი, ეს ალბათ საუკეთესო ადგილია, სადაც ოდესმე თევზი დამიჭრია. ეხლა ესენი გემის უკანა მხარეს უნდა წავიღოთ და მოვამზადოთ. ეს ჩვენი სადილი იქნება. შეხედე აქ ზვიგენს. სწორედ ჩვენს ქვემოთაა. ჰეი, შეხედე მას, ცდილობს თევზის ნარჩენები შეჭამოს. შეგიძლია დაინახო თევზის ნარჩენები. შეხედე მას, ხედავ ამას? შეხედე ამას. შეხედე მას. აიღო ნაჭერი. ჩვენ დავჭერით ჩვენი თევზი პატარა ნაჭრებად. შეგიძლია ნახო? დადე ეს აქ საჭრელ დაფაზე. აქ გვაქვს ხახვი, გვაქვს პომიდორი, გვაქვს ავოკადო და კიტრი. გვაქვს თევზი. ეს ყველაფერი ბოლო 15 წუთის განმავლობაში ლაიმში იყო. და ზემოდან ცოტა ტაკოს სანელებელი მოვაყარეთ. უამრავ სოუსს ვამატებთ ამას. ვიღებთ სიმინდის ჩიპს, ასე და პირდაპირ ვიწყებთ ჭამას. მიირთვი ეს. ეხლა ლურჯ ლაგუნაში ვართ. ვჭამთ ახალდაჭერილ თევზს, რომელიც 5 წუთის წინ დავიჭირეთ და ზვიგენები გვიტრიალებენ გარშემო. კიდევ რა გინდათ ბიჭებო, ეს სიგიჟეა. სინამდვილეში უბრალოდ ნავიდან უკან ცურავდი, ნამდვილად არ ვაკეთებდი წყალში ტუალეტს.
ქვემოთ ჩავიხედე და დიდი მღვიმე და უამრავი თევზი დავინახე. მოვიმარჯვებ შუბს, წყალქვეშა მშვილდისარს. წყალში შევხვდებით და ვნახავთ, შევძლებთ თუ არა სწრაფად თევზის დაჭერას, რომ შუადღის ჩაისთვის გქონდეს. და ხო, ეხლა მუცელი ბევრად უკეთ მაქვს. იქ ქვემოთ სრულიად აბსურდული იყო ყველაფერი. თევზი დავარტყი, მაგრამ გამექცა. თქვენც ნახეთ. და მერე კაცო იქ დიდი მარჯნის კალმახები გამოჩნდნენ და პირდაპირ თმის ღერივით ცოტათი ავაცილე. ღმერთო ჩემო. კარგი ბიჭებო. აი ჩემი მეორე ნივთი. შეიძლება გაიფიქროთ, ვეით რა ჯანდაბად გიკეთია ჰალსტუხი ოკეანის შუაგულში. ბიჭებო, ეს ოდესღაც ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი იყო. დაახლოებით 2 წლის წინ ბიჭებო დაამთავრე იურიდიული ფაკულტეტი. და მაშინ ავსტრალიის უნივერსიტეტში ვსწავლობდი, რომ ადვოკატი გამხდარიყავი. მაგრამ მახსოვს, კაცო, უბრალოდ ვიჯექი იურიდიულ ფირმაში, სადაც მუშაობდი. და უბრალოდ უყურებდი ფანჯიდან ყველაზე ლამაზ დღეებს. ისეთ მზიან, ულამაზეს დღეებს, გიჟურად კარგ ამინდს, არც ქარი, არც არაფერი. და ვფიქრობდი ჩემთვის რა ჯანდაბას ვაკეთებ აქ ღმერთო ჩემო. მახსოვს, ოფისში ბნელში მივდიოდი და ზამთარში ბნელში გამოვდიოდი. ეს იყო ყველაზე საშინელი რამ და უბრალოდ მქონდა ეს გიჟური ოცნება. მახსოვს, ყოველჯერზე როცა სამსახურში ვიყავი, ჩემი გონება სულ სხვაგან იყო. უბრალოდ პოდკასტებს უსმენდი. ისე ვიყავი შეპყრობილი ამ ოცნების რეალობად ქცევით, მაგრამ მაშინ უბრალოდ არ მქონდა საკუთარ თავში თავდაჯერებულობა. დიახ, მეგობრებო, ეს მართლაც ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი იყო. ვსწავლობდი იურისტობაზე. საბოლოოდ ეს დიპლომიც ავიღე. და როგორც კი ეს დიპლომი ავიღე, მშობლებს პირდაპირ უთხარი, რომ ჩემს ოცნებას გავყვებოდი. და როცა ეს მოხდა, მეგობრებო, სრულიად ახალ ადგილას გადავედი ავსტრალიის მეორე მხარეს. და იქიდან ყველაფერი დაიწყო. რაც ყველაზე მეტად მახსოვს იურისტად მუშაობიდან, მეგობრებო, ეს იყო შრომის ეთიკა, რომელიც მაშინ შევიძინე. და ეს ძირითადად იმაში გამოიხატებოდა, რომ ვაკეთებდი საქმეს, რომელიც გულწრფელად მძულდა. და უბრალოდ ვიცოდი, რომ თუ ვიპოვიდი საქმეს, რომელიც მართლა მიყვარდა და იმავე შრომის ეთიკას გამოვიყენებდი, ნამდვილად გამოვჩანდი, რადგან მაშინაც კი როცა მძულდა ის საქმე, მაინც მთელი ძალით მუშაობდი. და ეს მგონი იყო ჩემი გზის ნაწილი. მჭირდებოდა ამ შრომის ეთიკის განვითარება, რომ შემდეგ ის იმ საქმეზე გამომეყენებინა, რომელიც მართლა მიყვარს. ასე რომ არა ეს ცუდი პერიოდი, როცა მონურად მუშაობდი, ფანჯიდან უყურებდი ყველაზე ლამაზ დღეებს და ვფიქრობდი, რა ჯანდაბას ვაკეთებ აქ. ამ მაგიდასთან მზივარ და ვკითხულობ სხვის პრობლემებზე. კაცო, ალბათ ჩემს ოცნებას არ გავეკიდებოდი. ასე რომ დიდი მადლობა ამ ჰალსტუხს. მაგრამ კაცო, ახლავე ვიხსნი ამას. მოდით ეს აქედან მოვიშოროთ. ამას აღარ ჩავიცვამ. სხვადასხვის ბიჭებო, ვიცინო, ბევრ თქვენგანს რაღაც ისეთი საქმე გაქვთ, რაც არ გიყვართ ამ სამყაროში, მინდა იცოდეთ, რომ გამოსავალი არსებობს. არის შესაძლებლობა. საქმე იმაშია, რომ უბრალოდ ბევრი რამ უნდა სცადო, რომ გაიგო რა გიყვარს. ბევრი ადამიანი მოდის ჩემთან და მეკითხება, "Wade, როგორ გაიგე, რომ ეს გიყვარდა?" და მე ვპასუხობ, "ყოველთვის ვეუბნები მათ. ეს ისეთივეა, როგორც რესტორანში წასვლა და ვიღაც გეკითხება, რა არის შენი საყვარელი კერძი მენიუში, მანამდე სანამ რამეს დააგემოვნებ. სცადე ცხოვრებაში რამდენიმე განსხვავებული რამ. მერე უკვე გაიგებ, რა ჯანდაბა გიყვარს." და
და მე როცა ამას იპოვი, უბრალოდ გიჩნდება აკვიატება და სწავლობ, რომ საუკეთესო იყო ამაში. ასე აქცევ ამას ჩვენს ცხოვრებად. და ეხლა მე ძალიან ბედნიერი ვარ. მეგობარო, მოდი ეგ ჰალსტუხი აქიდან გავიტანოთ, აღარ მინდა მაგის ნახვა. Seasons change and our love went cold. Feed the flame 'cause we can't let go. Run away, but we're running in circles. Run away, run away, run away. კარგი ბიჭებო, ეხლა ხან Blue Lagoon-ში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სრიალი გქონდა. რაც გავაკეთეთ, ცოტა უფრო შორს გავედით. ეხლა რიფის კიდეზე ვართ. აქ პირდაპირ 2 მეტრიდან 25-30 მეტრამდე ვარდნაა. და რასაც ვაპირებ არის ის, რომ ამ დიდი შუბტოფით შევხვდებით წყალში. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ესპანური მაკრელის ან სხვა პელაგიური თევზის დაჯერას ამ მაგარი იარაღით. კარგი, წავედით ძმაო, ვნახოთ რას შევძლებთ. ხო ძმაო, ხო, შეხედე ამას. ეს ულამაზესი მარჯნის კალმახია. თქვენ ნახეთ, პირდაპირ ჩემკენ მოვიდა ძმაო და პირდაპირ დაუმიზნე და გავისროლე. ნახე, პირდაპირ თავის მღვიმეში შემიყვანა, მაგრამ გამიმართლა და გამოვათავისუფლე. მაგრამ ეს დიდი მარჯნის კალმახია. ის უნდა იყოს ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი თევზი ოკეანეში. ასე რომ ეს პირდაპირ ესკიში წავა 100%-ით. ხო. ხო, baby. ო, შეხედე ამას, ღმერთო ჩემო. აქვე ყავს ნამდვილი ზვიგენი. მოდის რომ დაგვაკვირდეს. ეს არის ჩვენი ღამის ადგილი. ეხლა ლაგუნაში შევედით. ჩვენ სინამდვილეში აქ, დიდ ბარიერულ რიფზე, ლაგუნაში ნავზე დავიზინებთ დღეს ღამით. გარეთ უზარმაზარი ღრუბლებია და ძლიერად წვიმს. ვიმედოვნათ, რომ ეს ჩვენკენ არ წამოვა, რადგან ნავზე რაღაც საფარი გვაქვს, მაგრამ გვერდებზე არაფერი გვაქვს. თუ გვერდიდან წამოვა წვიმა, პირდაპირ დავისველებით. ეხლა რასაც ვაპირებთ, თევზს ამოვიტანთ და მზის ჩასვლას დავთქვებით. აქ დიდ ბარიერულ რიფზე გემრიელ სადილს მოვამზადებთ. მთელი ღამე ვაპირებთ თევზაობას, მუსიკის მოსმენას და გართობას. რას ფიქრობ ძმაო? მშვენიერია ძმაო. კარგი ბიჭები, წინ ემზადებიან, ვცდილობთ ჩრდილის ან საფარის მოწყობას, რადგან ის ქარიშხალი სულ უფრო და უფრო ახლოვდება. გონიეთ ცოტა მოგვიანებით წვიმა დაგვარტყამს. ეხლა პირდაპირ ამ ქარიშხალს ვეჯიბრებივით. ხედავ როგორ სწრაფად მოდის. საშიშია. გაჩვენებ რა სიტუაცია გვაქვს, აქ თევზი იხარშება, ინდი ცდილობს გაარტყიოს სად ჯანდაბაში დაიძინოს დღეს ღამით. აქ ქვემოთ ვიძინებ ძმაო. აქ ქვემოთ მიდიხარ და აქვე მოვამზადეთ ეს ბურიტოები. შეგიძლიათ ნახოთ, მაგრამ ჩვენი ინგრედიენტები პირდაპირ ქარში მიფრინავენ. გვაქვს სალათის ფოთოლი, ყველი და ხახვიც. უბრალოდ ვიმედოვნებთ, რომ ქარიშხალი არ დაგვარტყამს ძლიერად, მაგრამ შეგიძლიათ ნახოთ. შეხედეთ ქარს.
ეხლა მართლაც ძლიერად ქრის, ცოტა მოგვიანებით უფრო გაძლიერდება, ეს ნამდვილად ასეა. სწრაფად გადავაბრუნებ მას. ჩვენ ახლა პირდაპირ სულ მარილით დაფარულები და მზით დამწვარნი ვართ. ამაზე ვსაუბრობდით. პირდაპირ თმაზე კრისტალები გვექნება მარილისგან, რომელიც გამშრალია. გონია პირდაპირ შეგვიძლია თმიდან მარილი თევზზე დავაბერტყოთ და ასე დავამარილოთ, ა? ალბათ გამოვაკიდეთ. ალბათ გამოვაკიდეთ. მოდი გავაკეთოთ. შეხედეთ ამას აქ ბიჭებო. ლამაზი მარჯნის კალმახი. აიღე ეს ბურიტო, გაახვიე. ხსნით ამათ და ველოდებით სანამ ეს ქარიშხალი გადაივლის. რაღაც განსაკუთრებულია იმაში როცა ჭამ თევზს, რომელიც ნახევარი საათის წინ მზის ჩასვლისას ლურჯ ზღვაში დავიჭირეთ. თაუნ ელიმ ორივემ ერთად წამართო ეს ბურიტო. ეს არის ის, რისთვისაც ცხოვრობთ, ძმაო. ჩვენ გაჩვენებთ, სად ვიძინებთ ახლა. გვაჩვენე, სად გძინავს, ძმაო. იქით? ის პირდაპირ აგზევითა. ეს ზედა ნაწილი გვაქვს აქ. და მე აქ ქვემოთ ამ ბიმბეგზე ვარ. ცუდი არა, ხომ ასეა? სიმართლე რომ თქვა. მე ამ ბიმბეგზე ვაპირებ ძილს. ჩემი ხერხემალი ალბათ დილით ორიგამივით იქნება, მაგრამ ხო იცი რაც არის. როგორც კი დავბრუნდებით, პირდაპირ ქიროპრაქტორთან მივდივართ. ხვალდილით ადრე გნახავთ, ბრაიან. იმედი მაქვს ამ ქარიშხალს გადაურჩებით და თუ შუაღამით მეხი დამეცემა შეგატყობინებთ. დილამშვიდობისა ბიჭებო, რიფზე გავიღვიძეთ, შეხედეთ ამას. ეხლა საოცარი მზის ამოსვლა გვაქვს. და ამაზე უკეთესი არაფერია, ვიდრე წყალზე გაღვიძება ამ წუთას. ამ ბიჭმა მთელი ადგილი დაიკავა. მე კი აქ ქვემოთ პატარა კუთხეში მომიწია დაძინება. ასეც უნდა იყოს, უჩების კუთხეშია. კარგი, ეხლა ვემზადებით. და ერთი რამ მაქვს სათქმელი ძვირფასო, დღეს ნამდვილად საშინელი დღეა თევზისთვის, ვინც ჩვენს 100 კილომეტრშია, რადგან ჩვენ თქვენს ძაღლებს დევნით. წავედით. ვემზადებით, ყველაფერს ვალაგებთ. შენ როგორ ხარ წინ ძმაო? ალაგებ ყველაფერს. გამოადგი თავის საქმეს, ბიჭო. წარმოიდგინე, რომ 4 შაბათს სამსახურში ხარ. ღმერთო ჩემო ამ წუთას. შეხედე ამას. ის სულელია. სრულიად მშვიდი ზღვა. ეს ნამდვილად ის არის, განაც ოცნებები იქნება. მზე ამოდის ჰორიზონტზე. ვფიქრობ, კუნძულზე უნდა შევიდეთ, რადგან რაღაც მაქვს სათქმელი თქვენთვის და ვეღარ ვითმენ. თქვათ ასე, ეხლა შეიძლება უფრო ქარიანი იყოს? ალბათ ხედავთ ნავსაც ფონზე, იქ. უბრალოდ ამ კუნძულზე მივდივარ, რადგან რამდენიმე რამ მინდა გითხრათ. ეხლა ყველაფერს ვიღებ და ვმადლობ ღმერთს. თქვათ ასე, დოფამინი სხვანაირად მოქმედებს, როცა ზვიგენი თითქმის დაგესხა თავს. არ ვიცი თქვენ ნახეთ თუ არა, რაც გუშინ დამემართა, მაგრამ ზვიგენი დამესხა თავს. ეხლა იმ კადრებს გაჩვენებთ. ასე რომ მართლა ძალიან გამიმართლა, რომ ცოცხალი დავჭი ამის შემდეგ. დოფამინი და მადლიერება სულ სხვანაირად იგრძნობა, როცა იცი რომ შეიძლებოდა მკვდარი იყო. აქ ეხლა არსად ვართ, შუა არაფერში. ასე რომ თუ რამე მსგავსი დამემართებოდა, მაგალითად ზვიგენი ფეხზე ან ცვივზე რომ იგბენდა, უბრალოდ დავისისხლიანებდი და მოვკვდებოდი. აქედან დახმარებას ვერავინ მომაწვდის. კარგი, აქვე შვები ბიჭებო. წინ ისეთი მშვენიერი დღე გველის. მაგრამ რასაც ვაკეთებ, უბრალოდ ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ემოცია გამოვავლინო. მართლა მინდა თქვენთან გულწრფელად ვისაუბრო და ცოტათი გაგიზიაროთ ჩემი ცხოვრება. და ეს ჩემთვის რთულია, რადგან უნდა გავიხსენო ყველა ის რამ და გძნობა, რაც აქამდე მომიყვანა. ასე რომ ღრმად ჩაისუნთქეთ. მოდით დავიწყოთ, ხომ ასეა? კარგი, ზურგ ჩანთაში ერთი ნივთი მაქვს, რომელიც დიდი ხანია მინდა გაგიზიაროთ. შეიძლება დიდად არაფერს გავდეს, მაგრამ მის უკან დიდი ისტორია დგას. ეს ნივთი ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრს ნიშნავს და ზუსტად როგორც ყვავილი, ისიც თესლიდან იწყება. მიწა სააკრიან, რომ ამოსული და გაზრდილი იქცეს ასეთ ლამაზ რამედ, როგორიც აქ არის. და მეგობრებო, მთელი ჩემი გზის განმავლობაში, როგორც იცით, როცა უნივერსიტეტს ვამთავრებდი და ვსწავლობდი, ვხდებოდი იურისტი და ასე შემდეგ, სინამდვილეში ეს გეგმა მქონდა და ეს იყო პატარა თესლი. და გეგმა იყო ის, რომ ავსტრალიის სხვა ნაწილში უნდა წავსულიყავი და ვიდეოების გადაღება დამეწყო. ეს ყველაფერი პრაქტიკაში გამომეყენებინა, ჩემი ბაღის გაზრდა დამეწყო. და სანამ ეს პროცესი მიმდინარეობდა, მეგობრებო, ძალიან ბევრი ადამიანი იყო, ვინც ჩემში ეჭვი ეპარებოდა, მეჯავრებოდა და ტალახს მესროდა.
და იმ მომენტში ერთი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ან მივცემდი უფლებას, რომ ეს ყველაფერი ჩამეძირა და ჩემი თესლი მოეკლა, ან ამას გაუძლებდი. იმ მიწიდან ძალას შევიწოვდი და ტენს მივიღებდი და გავიზრდებოდი. ერთ-ერთ ასეთ მაგარ ბიჭად ვიქცეოდი. იმ დროს პრაქტიკულად უსახლკარო ვიყავი. ცხოვრობდი ვიღაცის სახლის უკანა ეზოში მდგომ კარავანში და ყოველდღე ვიღვიძებდი მხოლოდ ერთი აზრით. შეპყრობილი ვიყავი YouTube-ით. სწავლობდი როგორ გამეკეთებინა ვიდეოები, როგორ გამეკეთებინა უკეთესი thumbnail-ები, როგორ მესაუბრა უკეთ კამერის წინ. სწავლობდი ამ ყველაფერს, ყველა ამ პატარა დეტალს. და ამ პროცესში ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი კარგი რამ მქონდა. ეს იყო ურთიერთობა, რომელშიც იმ დროს ვიყავი. მაგრამ ყოველდღე ლოცულობდი ღმერთთან, რომ გზაზე წავეყვანე, რომელიც ჩემს ოცნებამდე მიმიხვანდა, რაც არის ის, რომ ეს საქმე ყოველდღე ვაკეთო. იმ დროს ვერ ხვდებოდი, რომ ღმერთს უნდა დაემტრუია ჩემი ცხოვრება, რათა აქამდე მოვეყვანე. უნივერსიტეტი დავამთავრე, თუმცა არც კი მინდოდა მესწავლა. თითქმის უსახლკარო ვიყავი, ფულის საერთოდ არ მქონდა. მქონდა ოცნება და ახლახან დავშორდი ჩემ შეყვარებულს. იმ მომენტში მართლა გრძნობდი, რომ ამ სამყაროში არაფერი მქონდა გარდა იმისა, რომ მინდოდა იუთუბერი ვყოფილიყავი. უბრალოდ თავი მოუყარე ყველაფერს და ვთქვი, არაფერი მაქვს, ასე რომ უბრალოდ გააკეთე. ზოგჯერ გრძნობ, რომ ყველაფერი იშლება შენს გარშემო და ამ სიტუაციაზე კონტროლი არ გაქვს. ყველაფერი მარცხ ხდება, მაგრამ იმას ვერ აცნობიერებ, რომ ხე უნდა დაიცვას, რომ ახალი გაიზარდოს. და სწორედ ამას ნიშნავს ეს ყველაფერი. ვიცი რომ თქვენგან ბევრი ბიჭების და გოგოებიც განიცდით ურთიერთობის დასრულებას და იმ მომენტებში გონიათ რომ სამყარო ინგრევა ან ყველაფერი იშლება თქვენს გარშემო. მაგრამ უმრავლოდ იცოდე რომ შენს ცხოვრებაში უფრო დიდი გეგმაა. იყავი ძლიერი, ყველაფერი განიკუნება და ისევ აღდგები ძმაო. მოდი ამაზე მოვიშოროთ ხელი, ეს არ გვინდა. კიდევ ერთი განსაკუთრებული რამ გვაქვს. მოიცადე აქ. კარგი, ახლა აქ ვზივარ ბიჭებო. ჯიმბო ფონზეა, დღეს თარიღია 14 იანვარი და ამჟამინდელი გამომწერები. 5402. ახლახან მივახციეთ 200,000 გამომწერს. დღეში მინიმუმ 10,000-ით ვზრდებით. ყველაფერი სიგიჟემდეა მისული. გიჟურად მეჩვენება ის ფაქტი, რომ რამდენიმე თვის წინ თითქმის $0 ვშოულობდი YouTube-იდან. ამ წუთად მიმდინარე სტატისტიკა. 682,000 გამომწერი. თარიღია კვირა, დეკემბრის 3, 2023 წელი. თითქმის მთელი წელია ინდონეზიაში მარტო ცხოვრობ, მოგზაურობ და ვშრომობ. და მგონი თუ რამე ვისწავლე ამ წელს, ჩემი მოგზაურობანს მოგზაურობის განმავლობაში ისაა, რომ არასოდეს არსებობს საბოლოო მიზანი ან საბოლოო თამაში. საქმე იმაშია, რომ უნდა დადგმენ მთლიანი მოგზაურობით და დააფასო ყოველი პატარა გამარჯვება. აი ეს რაღაცა გვაქვს აქ. კარგი, ახალი დღე გვაქვს და ამას პატარა თავგადასავალზე წავიყვანთ. მაგრამ ჯერ მოდი შევხედოთ მას YouTube-დან. მოდი შევხედოთ. რა? ვა, ეს რაღაც მართლა მაგარია. შეხედე ამას. ვა, კაცო. ეს სიგიჟეა. Wade Pap and Pussy Offshore Tales-ი. YouTube-ზე 1 მილიონ გამომწერამდე მისვრისთვის. და მართლა ბიჭებო, ეს თქვენ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. და ახლა ბურძგლავს. არ მინდა რომ ცხემლები წამომივიდეს. მაგრამ დიდი მადლობა თქვენ. ეს შეუძლებელი იქნებოდა თქვენ გარეშე, ვინც თავიდანვე მხარს მიჭერდით. და თქვენგან ბევრმა მთელი ამ გზის განმავლობაში მამხნევებდით. მართლა მგონია რომ ჩვენ გვაქვს საუკეთესო საზოგადოება და ოჯახი YouTube-ზე. ძალიან მეყვარხართ თქვენ. UP. ჩვენ მასთან ერთად მთელი დღის განმავლობაში თავგადასავალში მივდივართ. ის ჩვენთან ერთად იქნება და ჩვენ მაგარი მომენტები გველოდება. ეხლა სრულიად ახალი დღე გვაქვს. რასაც გავაკეთებ ესა. ჩავჯდებით ნავში და ამ გოგოსაც თან წავიყვანთ. ეს სიგიჟე იქნება. კარგი, წავედით. მართლა ვეღარ ვითმენო გაჩვენოთ რას გავაკეთებთ ამ რაღაცით. ღმერთო ჩემო, ბიჭებო, შეხედეთ ამას. სანაპიროზე ეს რაღაც შევნიშნე. ეს გოგო აშკარად ძალიან დაღლილია. ღამით ამოვიდა, კვერცხები დადო, აღარაფერი ენერგია აღარ დარჩა. რაც გააკეთა, ეხლა წყლის პირას ზის და ელოდება, როდის ამოვა მოქცევა. როგორც კი მოქცევა ამოვა, პირდაპირ უფასოდ შეძლებს ზღვაში დაბრუნებას და გააგრძელებს ალბათ ოცნების ცხოვრებას. ეს მართლა საოცარია კაცო. შეგიძლია დაინახო, რომ მას ენერგია აღარ აქვს. ის ჩემითაც კი არ ღელავს, საერთოდ არ აინტერესებს. ასე რომ არ მინდა რაიმე ფორმით შევაწუხო. უბრალოდ მივცემთ საშუალებას თავისი საქმე გააკეთოს. ეხლა მოქცევა მოდის. ასე რომ ის სრულიად კარგად იქნება. კარგი. გიჟივით მიყვარს კუები. ისე ლამაზია.
კარგი, ეხლა ხან მივედით ჩვენს პირველ ადგილას და ქვემოთ პირდაპირ სიგიჟეა. შეხედე ამ წყალს, რა საოცრება. რასაც ვაპირებთ არის ის, რომ ჩავიცვამთ აღჭურვილობას. სინამდვილეში ამას გამოვიყენებთ როგორც ფლეშერს. თუ არ იცი რა არის ფლეშერი, ძირითადად მას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ აირეკლოს და გამოიყურებოდეს როგორც თევზი, ან რაღაც მსგავსი, მაგალითად, მომაკვდავი თევზი, ან სატყუარა თევზების გუნდი. იმედია შევძლებთ თევზის მოზიდვას. ამ ბიჭს ძალიან გაუბრაზდება ძმაო. ალბათ წყალქვეშ დაიშლება, მაგრამ მაინც ვცდით. წავედით ძმაო. სინამდვილეში მას ფლოუტი უნდა. ძალიან რთულია მასთან ერთად ყვინთვა. ესე რომ რაღაცას მაინც ავიღებთ. ღმერთო ჩემო, ბიჭებო, ავიღეთ. ჩვენ მართლა დავარტყით მარჯნის კალმახი ოქროს საათით. პირდაპირ ჩავყვინთე ამ წყეულ ოქროს საათით და დავარტყით ეს მარჯნის კალმახი. თანაც ეს ნორმალური ზომის მარჯნის კალმახია. როგორ ნერვიულობ, ვერ ვიჯერებ რომ გამოვიდა. ვცდილობდი როგორც ფლეშერი, ისე გამომეყენებინა. თქვენც ნახეთ და ვცდილობდი სათუარა ამომეტანა. და თევზები მართლა მიიზიდა ამან, ზვიგენებიც კი. ისე მიხარია რომ ეს მაგარი ნადავლი დავიჭირეთ. ჩვენ ეს შევძელით. კარგი, მხოლოდ ერთი ბოლო რამ დარჩა გასაკეთებელი. მინდა დიდი მადლობა გითხრათ ბიჭებო. თქვენ მართლა შეცვალეთ ჩემი ცხოვრება. გაუმარჯოს 1 მილიონ გამომწერს, მაგრამ დროა პალაკი გავაკეთოთ. თქვენ იცით ეს რას ნიშნავს. წავედით ძმაო. მართლა ძალიან მიყვარხართ ბიჭებო. შემდეგ გიჟურ თავგადასავალზე გნახავთ. ალბათ რაღაც მაგარი იქნება ძვირფასო.